მაინც 6 წელი სწავლობს სკოლა პროვერეში. ჩემი საყვარელი საქმეა არის ხატვა და საჭმელების გაკეთება. უფრო მიყვარს საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელო გავაკეთე ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო პიცა. დედიკოსთან ერთად გამოვაცხე და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ახლა ყველაზე გემრიელად გამომდის კაპკეიქების გაკეთება. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის სუპი. ჩემი დედიკო კარგი დიასახლისია და მან მასწავლა საჭმელის გაკეთება. მეც კარგი დიასახლისი ვარ და მიყვარს სახლის დალაგება. სახლის არევაც მიყვარს და დალაგებაც. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი მასწავლებელი მყავს. კარგი კლასელები და კეთილი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ელენა ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია გაბრიელი. ყველაზე მშვიდია ელისაბედი. ყველაზე ცელქი არის დათუნა სიხარბიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და მეგობრული. მეგობრება არის ერთმანეთს რო არ ვაწყენინოთ და ერთმანეთს ვეთამაშოთ. მე ახლა მყავს 2 მეგობარი და მინდა მყავდეს კიდევ 1 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. მე უკვე ვისწავლე ყველა 103-ის გარდა. ყველაზე უფრო მოგწონს სასულიერად ც. არ მომწონს წ, იმიტომ რომ ჩემთვის ძნელია დასაწერად. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. კითხვა აუცილებელია რომ იცოდეს ყველამ. იმიტომ აუცილებელია რომ ბავშვებმა გაიგოს რა ხდება. ჩემი აზრით ბავშვებმა მთავრდება 10 წლის ასაკში. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ მინდა გავიზარდო დიდი. რაც უფრო დიდი გავიზრდები, უფრო ლამაზი ვიქნები და უფრო ჭკვიანი. ჩემი საყვარელი მასწავლებელია თეუნა დონაძე. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია, ძალიან კეთილია და ძალიან კარგად მასწავლის. რაც მთავარია უყვარს ბავშვები. რო გავიზრდები მინდა გამოვიდე მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რაპუნცელი. რაპუნცელობა იმიტომ რომ გადავიფიქრე რომ თმა შემჭრეს. მაშინ გული დამწყდა და ცოტა ვიტირე. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე უფრო გამიხარდა დაბადების დღე რომ მქონდა და რაღაცა რომ აჩუქეს. რა მაჩუქეს და მაჩუქეს თოჯი და დათუდია და სათამაშოები. ბევრი თოჯინა მყავს და მიყვარს თოჯინებით თამაში. ჩემს საყვარელი თოჯინას ჰქვია ლიზი. ჩემსავე ჭკვიანი და დამჯერი გოგოა. კიდევ ჩემი საყვარელი თამაშია დამალობანა. მე კიდევ მიყვარს ხატვა. უარნიჭერი გოგო და ჩემი თვისწავლე ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ვარსკვლავს, თოჯინას და ვარდს. ჩემი საყვარელი ფერია წითელი. არ მიყვარს ლურჯი, იმიტომ რომ ძალიან ღიაა. არა არის კარგი ფერი, მაგრამ მე მეხდება. იმიტომ ლამაზი გოგო ვარ და ყველაფერი მეხდება. ყველაზე კარგად რა მიხატავს და ვარდი. ყველაზე ძნელი არის სკოლის სახატვა. რო შემეძლო ჩემ სკოლაში დავამატებდი კიბეებს. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო, მამიდა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ელენე. ელენე არის პრანჭია, ლამაზი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ვის ნივთებს უკითხავთ ვიღებ. ჩემი აზრით ელენე როცა გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. მამიკო არის სიმპათიური, ხიარული და ჭკვიანი. ახლა არის გემზე ძალიან მენატრება და მიყვარს. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, სრული და თბილი. მე მიყვარს მულტფილმების ყურება. ჩემი საყვარელი მულტფილმია პეპა კოჭი.
და დასრული ჯოხი რომ მქონდეს, მამიკოს აღარ გავშვებდი გემზე. წინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა. ვისთან ერთად გავუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავუფრინდებოდი მამიკოსთან ერთად. შემდეგ ბავშვს უტოვებს შეკითხვას, რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. ჩემი ოცნების საჩუქარია ბარბის თოჯინა. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.